ადამიანი, როდესაც სულიერად არ არის მდიდარი, ან მდიდარია მარტო ხორციელად და მიწიერად, ასეთი ადამიანი ღმარი სხვისი საჭიროებების მიმართებაში. ასე რომ ჩვენ უნდა დაუკვირდეთ, რისი საჭიროება აქვს ჩვენს გარშემო მყოფ საზოგადოებას. დღეს ქუჩაში მყოფ ახალგაზრდობას საჭიროება აქვს მოსმენის და გაგების. მაგრამ ვინც მათი უნდა შეისმინოს და ვინც მათ უნდა გაუგოს, ისინი სამწუხაროდ დაყრუებული და დაბრმავებულები არიან საკუთარი ძალაუფლების და სიმდიდრის შენარჩუნების გამო. ზოგიერთი საკუთარ ზოოპარკზე უფრო მეტად ზღუნავს, ვიდრე პირად ზოოპარკზე უფრო მეტად ზღუნავს, ვიდრე სხვის საჭიროებაზე და მშიერ მოსახლეობაზე და ახალგაზრდების საჭიროებაზე და ხეებზე უფრო მეტად ზღუნავს. ერთ ბრძენს აქვს ნათქვამი ესეთი სიტყვები: კანონი ობობას ქსელებით არის. მაშინ ძლიერები ეხვევიან, უпроსტად ძლიერები მას არღვევენ და სუსტები კიდე მასში ეხვევიან. დღეს ვისაც კანონის დაცვა ევალება, ის სამწუხაროდ ძალადობს და ობობას ქსელს არღვევს, ვისაც ძალაუფლება აქვს. და სუსტები კიდე და უდანაშაულოები ამ ობობას ქსელში ყავთ გახვეული და უდანაშაულოდ ყავთ ტყვეობაში. დღეს საზოგადოების ერთი ჯგუფი საქართველოს ახალგაზრდებზე ძალადობს ფიზიკურად და ამახინჯებს მას. მეორე ნაწილი კიდე ძალადობს სულიერად და ანტიქრისტეებს და ეშმაკებს ადარებენ მათ. და რა ნაყოფი უნდა გამოიყოს ამ ახალგაზრდებამ, თუ ჩვენ მათ ასე მოვეკიცით? პირიქით, ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ და ხელს უნდა უწყობდეთ მათ ყველანაირად. მართლმადიდებლობაში არის ეგეთი სწავლება: ღმერთს ყველა უყვარს, მაგრამ ყველა არ მოსწონს. ადამიანმა ღვთის მოწონება საკუთარი ცხოვრებით უნდა დაიმსახუროს. ღმერთს არ მოსწონს ძალადობა არავის და განსაკუთრებით არ მოსწონს ძალადობა იმის მხრიდან, ვისაც ევალება რომ აღკვეთოს ეს ძალადობა. ღმერთს არ მოსწონს მათყუარა მღვდელი, რომელიც მამლის ყივილსაც კი ასწრებს საკუთარი ნათქვამის შეცვლას და გადათქმას. მღვდლის მარჯვენა უნდა ლოცავდეს და უნდა აკურთხებდეს და კი არ უნდა წევლიდეს და ანტიქრისტეებს და ეშმაკებს კი არ უნდა ეძახდეს ახალგაზრდობას. სამარცხვინოა, როდესაც სიმართლე შენს ხმას მოითხოვს და ითხოვს და შენ კიდევ დუმხარ. ეს დუმილი თუ სინდისმა ოდესმე გაიღვიძა, აუცილებლად ჯოჯოხეთად ექცევათ ადამიანებს. ღმერთი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და ეუსურვებს სიმტკიცე და გამძლეობა მისცეს საკუთარი მომავლისთვის მებრძოლ ახალგაზრდობას. ამინ.